ქართველი ხალხის ინტერესებს ღალატობთ. ყველა ავტოკრატიული ტელევიზია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსებს გვალაპარაკებდეთ ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებზე და ვინც ერთმანეთს არ უჯდება, იმათ ამხელდეთ ნაგაზის ფუნქციას ასრულებდეთ, პოლიტიკურ სპექტრს ყუნწს ამუშავებინებდნენ, რომ ეს ხალხი ფორმაში მოვიდეს და იმაზე ფიქრი დაიწყოს, რაც მისი გასაკეთებელია, როგორ წაუძღვეს ამ ქვეყანას და ალტერნატივა დაანახოს საქართველოს მოქალაქეებს. აი ამის ნაცვლად დაკავებულები ხართ იმითი, ვისი აზრის გაგონება კონიუნქტურას შეესაბამება, ვისი აზრი გავაწავა კონიუნქტურის წინააღმდეგ და სანამ კონიუნქტურას მიყვება აი ეს ყველაფერი და სანამ თავისუფალი დებატებისთვის არ არის სივრცე გახსნილი, სანამ ყველას აზრი არ ისმის, სისტემაში ყველას უნდა კონდეს გამოხატვის შესაძლებლობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ აქტივაცია მოხდეს იმ კოლექტიური სიბრძნის, რომელიც რეჟიმს წალეკავს. ყველამ უნდა დაინახოს თავის ცვლილებაში, რეჟიმის ცვლილებაში და ახალი მთავრობის მოსვლაში თავისი სასიცოცხლო ინტერესი და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ყველასთვის ღია იქნება დებატების სივრცე და ვინც უარს იძახის იმაზე, რომ ხალხისთვის სასიცოცხლო პრობლემებზე თავის კონკურენტებთან დისკუსიაში შევიდეს და თავისი სიმართლე ამტკიცოს, მედიამ ღირს სინათლეზე გამოიყვანოს, როგორც ადამიანი, რომელიც მოქალაქეების სასიცოცხლო პრობლემებზე ლაპარაკს გაურბის. თქვენს გამო, გიორგი, ტელეკომპანია ფორმულას გამო, ტელეკომპანია TV პირველის გამო, იმ ავტოკრატიული პარტიების გამო, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს რეფორმირება და ვერ შეძლეს სისტემური გადატვირთვა იმისთვის, რომ ხალხის ინტერესებს მოიმსახუროს, თქვენი პასუხისგებლობა ის 64 ადამიანი, რომელიც აი ამ არაფრის გამო, აი ამ ფარსის გამო, რაც 4 ოქტომბერს სააკაშვილმა და მისმა ხელმოცარულმა ავანტურისტებმა დაატრიალეს, ამის გამო 60 კაცი არაფრის გამო დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს, გიორგი. და ამაზე ჩვენ არ გვალაპარაკეთ, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფარსი, თბილისის აგდებას რა უნდა. რატო არ ჩანდა ჩვენი არგუმენტები? ამდენი ხალხი ხო დაჭერას გადარჩებოდა. პოლიტიკურ დღის წესრიგს დღეს ადგენს ტელემედია. ან უნდა ეს უნარი წავართვათ ტელემედიას, ან ტელემედია მისცეს შესაძლებლობა ადამიანებს, რომ მოусმინონ დებატებს, მოусმინონ შეაფასონ ვისი არგუმენტი უფრო ძლიერია. გასაგებია და დებატების მონაწილეები თავს უფლებას აძლევენ, რომ უარი თქვან დებატებზე, იმიტომ რომ ავტოკრატიულ სისტემაში მოღვაწეობენ. კუპრაძე მიცის, რომ ხაზარაძე ეთერს უყიდის დებატებზე, რატო დაჯდება. ყველაფერი ფასების ზრდა, კრიმინალის თარეში, ის რომ რეჟიმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ქიმიურად დაგწამლოს. ყველაფერი არის ავტოკრატიული სისტემის ბრალი და ავტოკრატიული სისტემა არ არის მარტო ბიძინა. ავტოკრატიული სისტემის ელემენტები არის ოპოზიციაშიც და ეს არის ბიძინას მოკავშირე. იმიტომ რომ ავტოკრატია ხუფავს მთლიანად ველს და ადამიანები რჩებიან თამაშგარე. საქართველოს მოქალაქეები რჩებიან თამაშგარე.